მოგესალმებით. 5 წუთის წინ სოციალურ ქსელში ჯგუფი ბანის გავრცელებულმა ვიდეო რგოლმა კიდევ ერთხელ ნათლად ამანახა, რომ ქართულ რეალობაში ისე როგორც არასდროს დგას ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ბოლო პერიოდში გავრცელებული ამორალური უზნეო გადაცემების პროპაგანდის ზიანიც სწორედაც რომ ზემო აღნიშნული ვიდეო რგოლი წარმოადგენს. უკვე ცხადად ებრძვიან ქართულ ცნობიერებას. ამახინჯებენ სულიერ ფასეულობებს და ყველა იმ ეროვნულ ღირებულებებს, რომელიც ესოდენ ძვირფასი და აუცილებელია ქართული ისტორიის გასაგრძელებლად. ზომიერება სცილდება უკვე მასმედიების შეთავხედე და სამწუხაროდ პრობლემის ამოსავალ წერტილს ისევ ჩვენ გულგრილ დამოუკიდებულებაში ვხედავთ. ნუ თუ დაფიქრებულ ხართ კი ერთხელ მაინც 1226 წელს 9 მარტს ტარვალ ჯალალ ად-დინს ჩვენერი ქართულობა რომ დახვედროთ. 100,000 კი არა და ორიოდ ქართველი მაინც მოიძებნებოდა, ვინც მოწამეობრივ სიკლს აერჩევდა რწმენის გადასარჩენად. და ეს ყოველივე განაპირობებდა თუ არა იონე ზოსიმეს თქმით ღვთაებრივი ენის, ღვთისმშობლის მიწის და ქართული სულისკვეთების მიწისაგან ახლოს. მაგრამ სამწუხაროდ პირად კეთილდღეობაზე ზრუნვა ისევ ჩრდილავს ეროვნულ ინტერესს. ფსევდო ქართულობა კი იმიჯის შესაფუთი ყველაზე კარგი სამოსი გამختარა. რეალურად ეროვნული ნიშნით მოაზროვნე ქართველთა რიცხვი დღითი დღე უმცირესობას წარმოადგენს და ამ დროს უმცირესობის ქვეშ გაიგივებულია რატომღაც გაუკუღმართებული წესით მცხოვრები ადამიანები. არა მეგობრებო, დღეს ქართველობა, ეროვნულობა უმცირესობაში მოქცეული, სულ ზღაფავს, მაგრამ მაინც კიდევ ბევრია დენთის კასტრივით, სამშობლოს ტკივილით გატენილი, კერდით რომ გულის ნათლად, ნაღმები უწყლია და ნატკენი ნერვებით, სრემლებში დამხრჩვალი თვალები უფლისაკენ აღუპყრია და ელის ნიშანს მეორედ მოსვლისა, რომელიც მერწმუნეთ რომ მოახლოვებულია. ამ ვიდეო რგოლმა კიდევ ერთი ტკივნეული დარტყმა და ზიანი მიაყენა ქართული კულტურის საგანძურს, ცეკვა თამაში, რომელიც ოდითგანვე მსოფლიო ისტორიული ფენომენი იყო თავისი ელემენტებით, სადაც ქართველი მამაკაცის ტოლერანტობა და ფაქიზი დამოკიდებულება მკვეთრად იყო გამოხატული ქალთან მიმართებაში, რომელიც დისტანციურობასა და უზომო მოწიწებაში აისახებოდა. ახლა აქამდეც მივიდე. თამარის ღირსეულ, ქეთევანის მოწამეობრივ, ელოს დედობრივი სიყვარულით გაჟღენთილ სისხლს, რომელიც დღეს ამ ორ უგუნურ, საბრალო გოგონაში სირცხვილით შედედებულა, სამწუხაროდ გაუფასურებულა და მალე ალბათ ქართლის დედასაც მიწვდებიან თუ ერმა ხმარი მაღლა ამ ამაზრზენი ცხოვრების წესის მიმართ. მე კი თუ გიგენებოთ, მიწოდეთ გიჟი, გონება შემცდარი ან სულაც თქვენთვის მომინდია სახელის ან სტატუსის შერჩევა, მაგრამ მე ჩემ გულის ტკივილს ისევ ჭეშმარიტი ქართველის ვანო ცინცაძის ლექსით გადმოვცემ და მწამს მე იმედება რომ ქალაქს ძელად შემორჩენილ უკანასკნელ ქართველებამდე მიაღწევს ეს გულის ფეთქვა და დიდ ტალღაში გადაიზრდება. როცა ღირსება შელახულია, ქვეყნის სათავე უფხრიად ბრიყვებს, მაშინ პინგვინთა გაზაფხულია, სარზე იმიაქვთ კურდღლებს და ციყვებს. გადაგვიმსხვრიეს სულის ლავიწი, გადავემგვანეთ საწყალ ბეღურებს. დღეს რომ ცოცხალი იყოს დავითი, თავს მოიკლავდა ჩვენი შემყურე. ვინც ძუძუმშალ ხალხს დაუწყო წოლა, ტყვიას ვესროდი ნება რომ მქონდეს, დადგება დრო და მიიღებს ყოლა ამ საუკუნის უღირსის ორდენს. ციხე ყოველთვის ტყდება შიგნიდან, ტერმა რომ მოგსპოს და გადაგვრთელოს, ხმამაღლა ყვირი, ენასე ვიკვნიტავ, ვაი, უბედურ ჩვენ საქართველოს. წინაპართა ძულებს გააქვთ გრუხუნი, გლოვა დაიწყეს ქართლის დედებმა, ლაშარზე ვეღარ ადის ლუხუმი, ალგეც გლისლეკვი აღარ ეზრდება, ტატოს მერანი ხალხზე დგას შფოთავს, ღვთისმშობლის მიწა იქცა ქაოსად, ახლა ცოცხალი რომ იყოს შოთა, აღარ დასწერდა ვეფხის ტყაოსანს, გამოვიღვიძოთ, რა დროს ზილია, როდემდე უნდა ვუცქიროთ წყუდიაც, დღეს რომ ცოცხალი იყოს ილია, თავის თავს თვითონ ესროდა ტყვიას, ჩვენი მამული ღვთისგან ნაქარგი, გადამთიელთა მუხთა განძია, დღეს რომ ცოცხალი იყოს აკაკი აღარ დასწერდა უკვდავ განთიაც, რაც გვემართება ჩვენზე ახი, გროშზე რომ მყიდით მშობლიურ მთაველს, დღეს რომ გაცოცხლდეს პატარა კახი, ჯერ შინაურ მტრებს დასჭრიდა თავებს, მინდა ვილოცო და სანთლად ვენთო, მამას ეციეს
უხმე დროებით გთხოვ დაგვიბრუნეს სამშობლო ღმერთო და მოგვაშორე უღმერთოები.